მე რამდენად გაწვიმდა, აი ასე წარმოიდგინე 100 ხამს, აი ბედროდან 100 ხამს ასასხვია 1-2 საათის განმავლობაში და ამ დროს კიდე კაი გზაზე არ ვარ ბაიკზე. იმიტომ რომ ვერც გააჩერებ ავტობანზე, ვერც ტელეფონს მოხსნი, ვერც წვიმის ქურთუქს ჩაიცვამ. ვერაფერს ვერ იზამ და მაგრა გვიმართლებს სულ რაღაც აი ესეთ ადგილებში ვართ და ბაიკი დაპარკინგებულია ლამაზ ადგილზე. ეს უბრალოდ გვიმართლებს, თორე ამ სეზონზე ბანგკოკში არ ჩამოხვიდე, თორე აი აქ რო გაიჩიტო სადმე გზაზე, მაგრად დასრულდები და პარალიჩი გექნება, ვერსად ვერ წახვალ. ძალიან არაკომფორტული კლიმატი არის ამ ხრივ. თორე დანარჩენი ძალიან მაგარია. ტრაფიკი ძალიან არ უვარგა, ავტობანები არ უვარგა და კლიმატი არ უვარგა. და რა არის მაგარი? საჭმელები, ინფრასტრუქტურა, კაფეები, არ ვიცი რა შეიძლება აქ ვერ ნახო, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი იყიდება. დრაკონის კანსაც შევუკვეთავ თუ გინდა მე მგონი. ჩინეთიდან ჩამოგიტანენ 2 დღეში. ჩვენ აქ იმიტომაც ჩამოვედით, რომ აქედან ბალიზე გვაქვს ფრენა და აქ უნდა ავიღოთ ფისოს დოკუმენტი იმისთვის, რომ გავუშვან ინდონეზიაში. ეგ იყო აქ ჩამოსვლის მიზეზი, თორე სექტემბერში ბანგკოკის სანახავად არ უნდა ჩამოხვიდნენ, გაითვალისწინე, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახო სეზონზე. ახალი წლისთვის შეგიძლიათ ჩამოხვიდნენ, მაგრად გაგისწორდება. და მოემზადე სერიოზული საცობებისთვის. Yes.